კალტუბოდან ვიწყებთ ახალ ეპიზოდს. ესე იგი, ჩვენი გეგმა არის, რომ ვესტუმროთ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს, დავათვალიერებლად გადავიღოთ. ამის შემდეგ ნუცა მოგიმზადებს საუკეთესო ხინკალს საქართველოში. თამამი შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გასინჯული გვაქვს ფშავში. ასევე მე და ოტია ვაპირებთ, რომ მოვხარშოთ ქართულ ტრადიციულად ლუდი ცეცხლზე. საკმაოდ კარგი გეგმები გვაქვს. ხვალ ვაპირებთ, რომ წავიდეთ მესხეთში და ჯავახეთიდან გადმოვიდეთ უკვე და დავბრუნდეთ თბილისში. ამ ეპიზოდის წამდგენი არის ელიტი. ესე იგი, მუდმივად მჭირდება კამერასთან ერთად ტელეფონი, რომელიც კარგად გადაიღებს ჩვენს მოგზაურობას. სწორედ ამიტომ ამ მოგზაურობის გადაღებას ვაპირებთ უახლესი Honor X9-დით. ამბობენ, რომ ამ ტელეფონს ბატარეა არასდროს არ უჯდება. 8300 მილიამპერიანი ბატარეა აქვს და საინტერესო იქნება ჩვენი მუშაობის პირობებში და ჩვენი მოგზაურობების პირობებში როგორ გაძლებს, როგორ გამოცდით. როგორც იქნა ჩამობრძანდი, გეშველა. გაიცანით ბაჩოძია. გამარჯობა ბაჩოძია. მე რა ჟაჟი ვარ, გასა. შეხარ თავში ამ ყველაფერს. არაფერი არ გამიფუჭები ახლა მე, მოვედი რა ხედავ. არ მომეწონა სამტრედე. სამტრედე. ია. შვიდობა შენს მოსვლას. მოდი ერთი გაკოცდო. მირიანი პირდაპირ კამერით მომადგა და კაი მე ჩაგეხუტებით. ოტია, მოდი აქ. ხალხს არ უნდა მიესალმო? გვიხარი არა მოხვედით. ეხლა მარტო მირიანი და ფიქრი კი არ მოვიდა, მე განწყობა მაქვს რომ მთელი მირიანის YouTube მაყურებლები მოვიდნენ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოტიას ეზოში. ახლა ვიმყოფებით წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც გვაქვს ლუცაღარში ნატურალური ღვინის მარანი, გვაქვს ოდა კოტეჯები და დღეს მოვახოთ ხინკალს. ყურძნის რთველი გქონდა, კი არა და დაწურა, ცოტა ისე ვარ არ ვარ მაშინ და ხვალ წითელი გვექნება და შეგვიძლია ეგეც გადავიღოთ. მოკეთ მირიანი ჩამოვიდა, კარგად ვამუშავებთ, იმიტომ რომ კარგი გვიანი საშემოდგომო ბევრი სამუშაოა და ფიქრია შენც ვერ გაიგეთ. არ არის პრობლემა. ამისთვის ვართ აქ ჩამოსულები და მე თავარი მეთვიცადრისთვისაც ვარ ჩამოსული, მსოფლიოში საუკეთესო ხინკალი გვაქვს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. არ შემეფერება რომ შევიმშვენო. არანაირად არ ვიცი, ვინმეს თუ გაუსინჯავს ნუცას ხინკალი, მე ვიცახი რომ არსად არ არსებობს ეს. დავიმორცხე ხა. კაი, წავედ. ოღონდ ახლა ერთს მოწყვეთ და ერთი 10,000 დაგეცემო ფრთხილად. დავიწყოთ ეს სამთერდა? ესე იგი, ჩვენი გეგმა რა არის? ჩვენი გეგმა არის რომ მირიანი და ფიქრი რაც შეიძლება დიდი ხანი დავტოვოთ ოტიას ეზოში. საქმე ამიტომ ნელა. ამიტომ ხინკლის ამბავი. ხინკლით ახლა მოვხიბლოთ ესენი და მე ვამუშაოთ. ხვალ ძალიან კარგი რაღაც იგეგმება და აი ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ შეიძლება კაი კრაფტ ლუდის მოხარშოთ შემოგესწავლოთ ამასობაში. ამასიმასობაში. რა სიტყვი? ეხლა მოდი დრო არ დავკარგოთ. მე შემიძლია რა ქვაფში ხარშავთ ხინკალს. მირია ხო ხედავ ყველანი იმაში თუ ლუდი უნდა მოხარშოთ, ხინკალი არ გამოვა. მაშინ მეორე ქვაბი გვინდა. ესე იგი მირიანს ველოდები დაახლოებით ძალიან დიდი ხანი 1-2 თვის წინ შევთანხმდით რომ ჩამოვალ და გადავიღებთო ხინკალსო შენთან ახლა და აი 1-9 საათის წინ მობილისტი. ალბათ მეტყობა. არ მოვიტყვევი და არ ვიტყვი რომ ყოველდღიურად ესე ვხარშავთ, იმიტომ რომ ცოტა სწრაფი ტემპებით ვცხოვრობთ მე და ოტია. თუმცა დღეს მირიანისთვის და მირიანის მაყურებლისთვის ვეცდებით რომ მართლა კარგი ხინკალი გამოგვივიდეს და კარგი ხინკალი ცეცხლის და აი ამ ამბების გარეშე ცოტა რთული იქნება. და თან რატო გამოდის უფრო კარგი ცეცხლზე მოხარშული? ეს კვამლი ჩადის ქვაფში და ეს კვამლის გემო დამატებით აი მოგლე ძალიან სასიამოვნო რაღაცა გველოდება. წავედით. აი ამირიანი ნაკლები ოვერლენდინგი გექნება ამ ვიდეოში და ნაკლები საწვალებელი გექნება მუსიკის მოსაფიქრებლად და ჩემი ლაილაი ჩასვი ვიდეოში რა უჭირს. აქ ჩვენი პატარა საკვირაო სკოლაა, სადაც ამ ეტაპზე ბავშვებს შევასწავლით რამოდენიმე ხელსაქმეს და აი რო ავაშენებთ ერთ კარგ დიდ შენობას, მე იქ გადავიყვანთ და ეს არის ჩვენი დიდი აივანი. რომელიც ხო იცი რა არის? ამ აივნის გამოვიყიდეთ ეს სახლი. ეს სახლი ზემო იმერეთში ვიყიდეთ, ზემო ზეგანში დავშალეთ, ჩამოვიტანეთ. მართალია იატაკის ჭერის და კედლების გამოსვლა დაგჭირდა, მაგრამ ეს გარე ფასადი ყველაფერი და ეს ბალკები არის ის ძველი. ხო და აი აქ მოვახოთ დღეს ჩვენ ხინკალს. კეთება. აქ მოდი, ცოტა არეულობა მაქვს და არ გინდა გადაღება რა. ხო თუ გინდა ისე არ გადა. კაი, ხო შემოდით ბარემ, კარგით.
ნუ ბავშვიანი ქალი ვარ, ეხა ცოტა არეულობა იქნება. დაო, აქ გახვედრებთ ჩემს ძვირფას უსაყვარლეს დაიკოს, რომელიც დღეს სპეციალურად ჩამოვიდა დიდი ჯიხაიშიდან. ქალბატონი სალომე. გამარჯობა. რომელიც ახლა ამუშავებს ჩვენს ცომს. ცომი არის პრიალ ბზიალა და ისე ერთი კარგი რეცეპტი გადამაღებინა პროფესიონალური რა იქნება. ეხა ეს მარტო მოხვევა იქნება და გიმუს გასინჯო და. ტყეში. ტყეში? ანუ დაიგეგმა შემდეგი ვიდეოც. კარგი. Lie awake in the morning with a light upon her skin. Coffee cup before the day begins. Don't go, stay a while. We'll slow it ხინკალზე თუ გინდა რომ ვისაუბროთ. ცოტა რთული საკითხი იქნება, იმიტომ რომ კომენტარებში ატყდება მთელი ამბავი. თუმცა მირიანის პლატფორმა და YouTube ყველასთვის ღიაა და პირიქით უხარია ხოლმე სხვადასხვა აზრი რო იწერება. ხინკალზე აბა დაწერეთ თქვენი ვერსია. უბრალოდ გთხოვთ მონღოლების და ჩინელების გარეშე. ძალიან მტკივნეული საკითხია, იმიტომ რომ უდიდესი ისტორიის ნაწილი უნდა ჩართო მაშინ, როცა ამაზე მსჯელობდა. მოდი შევთანხმდეთ, რომ ქართულია, თუმცა შეგვიძლია კუთხეების მხრივ რაღაცები ჩვენი აზრები დავაფიქსიროთ. ახლა ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ საქონლის გულსართით, რადგან თაში საწესო კერძია ხინკალი, ღორი არ გამოიყენებოდა და საერთოდ ისედაც ღორიც და მწვანილიც ბარში რო ჩამოვიდა ხინკალი და აი კახეთში უფრო ძირითადად, აი მას შემდეგ იწყება. თაში ყოველთვის კეთდებოდა საქონლით, ცხრით და საქონლით. აი ეს ვარიანტები იყო. მირიანი ახლა სხვათა შორის გადასარევად ხინკალს და მირო ვერ გაიქცევი აქედან. მე ერთ ვერს მოვახო და დავინახავ ერთი წინა ჩამოსვლაზე როგორ აითვისე ხინკლის მოხვევა. ნახეთ როგორი კარგი ცხიმიანი ხორცი ქონდა. ხორცს ყიდულობ ხოლმე და მე თვითონ ვატარებ, იმიტომ რომ მსხვილ ბადეზე არის უმჯობესი რომ გატარდეს. დაკეპილ ხორცზე ვინც რაიმე სიტყვით ახლა გაიხსენეთ, რომ 21 საუკუნის ადამიანები ვართ და თუნდაც 1 საუკუნის წინ როგორ მომზადებულ ხორცსაც ჭამდნენ, დღეს ეგრო შევჭამოთ, ფიზიკურად შეიძლება ჩვენი კუჭნაწლავი ვერ გადარჩეს. თან გაითვალისწინებთ, რომ ხინკალი ესე ახალ დაკალული ხორცისგან კი არ კეთდებოდა, სად იყო მაშინ ახლა ესე მაგის ფუფუნება. დაიკლებოდა მაგალითად საქონელი, აი დეკეული და მთელი წელი ინახავდნენ მერე. მერე აი ამ დამარილებულ ხორცს ამოიღებდნენ, გადაავლებდნენ წყალს და დაკეპავდნენ წრულად. აბა ეხლა სად იყო ხორცის გასატარებელი მანქანა. კაი კადრებს იღებს ეგ ტელეფონი. ჰამირო, უკვე ნელ-ნელა მზე ჩაგვივიდა და შემოვტრიალდი, რომ უკეთესი განათება მქონდეს. მოდი. აბა რა შვებით? მირიან. შეფი მოვედი. ახლა არ შემარცუნო, შეფი კი არა, არ შემარცუნო. ანუ ერთი თუ ის იქნება გაიჭრება, დავკათავ. არაფერს არ ვკათავთ. ოტი აკეთებს ძალიან კარგად ცომს და ისე ზოგადად რო იცოდე მთაში კაცის საქმიანობა იყო ხინკლის მოხვევა. დაჭყამის იდეიზოში. აკომას კაპოტზე უნდა მოვახოიო. ახლა საზარეულურისთვის მაგ. შეხედე აბა როგორ გამოვიდა. კაია მირიან, აუ რად ნიჭიერი კაცი ხარ რა. ხაბა ტაკომას ეგრე ხო ვერ გამართავდი ნიჭიერი კაცი რო არ იყო და ისეთ მაგარ ვიდეოებს ხო არ გადავიდა. მაქო და მადიდა. ნაკეცები კარგია. ამის ნაოჭი შეხედეთ, ყოჩა. გადასარევ. აი ნახე იცი რა მარტივია ხამ თავის გამოსწორება. გამოსასწორებელი პრინციპში არც არაფერია, მაგრამ ოდნავ რო ამოვწო უფრო ლამაზი გამოდის, აი. ანუ ამას აწვევი ხო? ხო, ოღონდ ძალიან არ უნდა დააწვერო, არა მოუგდო. და ეფეროს. კაიგე, დრონის მართვას რომ მასწავლი და მე რო კარგ კადრებს გადავიღებ მირიან. შენ რა განცდას დაგეუფლება ინაცოლს მასწავლებელიო, ეგ განცდა მაქვს ახლა მე მაშ. როდის გასწავლი, როდის ხდება ეგ ამბავი? როდის მასწავლი? ეხლა ნორვეგიაში რომ მოვიდიოდე კი ჩამიტარებდით კაი 6 დღიან მასტერ კლასებს, მაგრამ აბა სად მოვდივარ? გინდა ბევრი ნაოჭი, ეს ცოტა უნდა გაწელო და ისე იმას ქნა, просто აქ ბევრი ხორცი. ბიჭო, როგორ გაქვს დამახსოვრებული? ჰა? ცეცხლზე რო ვხარშავთ. ეს ამბავი ძალიან მახარებს მე მირიან, იმიტომ რომ სტანდარტს წევს ზემოთ. გააკეთე ხო ისე როგორც შენ მოგიხერხდა. გააჩნენ ქალები კაცის საქმეზე.
აი გარი რა. მე მახსოვს ნუცამ ესე გვასწავლა რომ თითის ზომაზე უნდა გადაფინო. კი ბატონო. რა ნიჭიერი ხარ. ანუ ეკები ისინი ხრიკები გვახსოვს. პრაქტიკაში გიჭირთ. მიჭირს. გინდა რაღაც საიდუმლო გითხრა რა ჩემს გულში რაც ხდება მართლა გიფიცები. ალბათ ერთი წლის წინ ქონდათ ხო კუდრის ვიდეო ხო რაღაც ეს პერიოდი იყო. კი. აი ერთი წლის წინ მე ვიყავი მირიანის არხის ერთგული მაყურებელი მე და ოტია. და აი მართლა გულზე დავიდებ ხელს და ისე დავიფიცები რომ აი ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ვაიმე რომ მირიან შენზე უკეთესია. ეხა მოიცადე ეს ხო აი ერთად ვარ შეხედა ერთად ვარ. ეხა ნახე აი ესე. არა მოიყვან უბრალოდ აი მიაჭირე რომ თავისით შევიდეს რა ეს ნელ-ნელა. პროცესი უნდა მოხდეს აი ნახე. მიმაყენჭ. არ დაგიმახინჭდა გადასარევია. ანუ თითებს ისე მოხერხებულად აკეთებს რომ არ უხვდები. გოგო რავი რამდენი 1000 ხინკანი მაქვს მოხოვდა. ხოდა მოკლედ იცი რის თქმა მინდა რომ ალბათ ვერც ვიოცნებებდი და მაშინ აი ფორანერი რო გააყიდე ძალიან განვიცადე და გახსოვს და რამდენჯერ გაგვთ გადაწყობილი ტაკომა ყველაფერს უყურებდი იმიტომ რომ ჩემს ერთ-ერთი საყვარელი მანქანა არის და მე და ოტია სულ ფიქრობდი და რო გააყიდეთ დავუსვით რატო გაყიდა ნეტა ფორანერი ტაკომა რატო იყიდა დავიწყეთ მჩელობა და რო გავიცანი მირიანი პირველი კითხვა. მაგრამ მე არ ვარ ესეთი აქტიური და თამამი გოგო როგორც სინამდვილეში ვარ ინტერნეტში 1000 წელი არ მოგწერდი. ოტია. მაგრამ რო დაგინახეთ. ნუცა ნახე ვინ მოვიდა შენი ფორანერი რო გაყიდა ის მოვიდა. ხინკლის ჩაყრის დროს ვიყოთ წყნარად და მშვიდად. ბევრი ლაპარაკი და საუბარი არ არის სასურველი. ეს აკა. ეგ ჩავაგდოთ წყალში ხო მეთქე? დაჭები. რატო? მიდი ჩავაგდე. დაიწუწე. ო ჩაგდე. აი რა. მოდი ჩაგდე, მოდი. მოდი. ო ჩაგ. და. ო ჩაგდე. ეხა დედიკო მოურავს ხო? ცოტხილად და კაი ხინკალს ამუდღებიდან დაახლოებით უნდა 5-7 წუთი. გააჩნია როგორი ცეცხლი გვაქვს, გააჩნია როგორი ცომია. დაახლოებით ვფიქრობ რომ ამოდუღდება 1-5-7 წუთში ამოვყრით. გიხარია ხინკალს რომ ვაკეთებთ? ხო, გავიწიოთ. ეხა უკან გავიწიოთ, დავაცადოთ ხინკალს, ხო, მოვასვენოთ. არა, ეგ აღარ ჩაიყრება ეხა აქ. აბა. ფიქრო აქ ჩაახედე. აქ ჩაახედე რა ხდება. წყალს რატო ვასხავთ, იცი მირიან თავზე მერე? აი ამ მომენტში ყველაზე კარგად ჩანს. ესე იგი, ხო არის ეს ცეცხლზე შემოდგმული და უკვე არის ამოყრის დრო. სანამ პირველს ამოვიღებ, ხო არის უკვე ამოყრის დრო. სანამ მე-20-მდე ჩავალ, უკვე ჩაიხარშება. ამიტომ ამ წყალს რომ მოვასხავ. პირველიც მზად იქნება და ის მე-20-ც არ ჩაიხარშება. დავიწყოთ ამოყრა. ხო. მერიან შენ რო გიყვარს, ისეთი დიდი ხინკლებიც არის. ეგ არის. ჩემი ცხონებული ბებია მიყურებდეს ახლა. შემოევლოს ბებო ესე იტყოდა. გიждდებოდა ბებია ჩემი მთიული იყო და ხინკალი ჩვენს ოჯახში როგორი ხვეოდა, იცი? აი რა, დღეში 2-ჯერ, 3-ჯერ. დილა შუა დღეს საღამო. ოღონდ ბებია ჩემი არ მიგიშვებდა ხინკალთან. მისთვის ძალიან წმინდა იყო. ხინკალი რო ამოიყრება და მივა სუფრასთან. პირველი სადღეგრძელო არის წასულების. მოგონება იმ ადამიანების, ვისაც ხინკალი უყვარდა, ხო და დღეს ჩვენც ეგრე გავაკეთეთ. კი, ხო და მაგის გამო შეხარ. ქორწილებში რო იღებდნენ ხოლმე. ტესტავ, გადა რამე. კაია. ფიქრა, მოდი. ეს ის მომენტია, როცა კადრი ითიშება და ჩვენი სიამოვნების დრო დგება. არა, ხო და უთხრათ, წვენია, როგორია? წვენი იდეალურია, ოდნავ სიცხარე აკლია. სიცხარის სპეციალურად ჩემთვის. მე მიყვარს ძალიან ბომბი რო. მიდი ავაფიქრე.
შენ აიღე? რა? პელპელი. ეგეც თავის სიცხარე. ხო, აი ხა სამი განუწოს კადრს საფუჭ. გემრიელეს. წვენი თან გემრიელია, ყველაფერი თან გემრიელია. ხორცი აი ხა იმერა წვენი შეგვიძლია ვნახოთ. ეხა შეგვიძლია წვენი ნახოთ. არ დააქციო უყოდ. მე არ გამიხედ ხო? წვენი ძალიან ბევრია ღორის გარეშეც გენდობით, აი ხრუპუნზე ისმოდა. ღორის გარეშეც ძალიან ბევრი წვენია ასე რომ ღორი არ ჭირდება მოცა კიდე არის ერთი წუთით, ერთი წუთი. აი ორი კლუბი არის. 0 ღორი კაი, შევღონდით. გითიშება კადრი. ჯი რადგან ამაზე და ჭირდებოდა 300 ლიტრზე თუ გჭირდებოდა 60 კილო ეს მოგწ 1 2 3 4 5 და 8 ხო? აი გამოვიდა 8 კილო. პილსნერი რა. პილსნერი ყველაზე გავრცელებული ალაოს სახეობა. ამას ხვალ ჩავყრით, დავქვავთ და აი ნომადჯიე. ესეთი ლუდი გვექნება 14 ნოემბერს მოხარშული. კოლაბორაცია იყოს ოტიასა და ნომადიკ შორის და მოხარშოთ ნამდვილი ქართული ლუდი. ნომადიკების ლუდი. ფერში გამოვა რაღაცა ესე. ხოლოდ ნომადიკები. რაღაცა ესეთი ფერი გამოვა რა. ჩემი ვარაუდით. გათენდა წყალტუბოში. და დღეს ვაპირებთ რომ მოხარშოთ ლუდი. ქართულ ტრადიციულად და ყველაზე მაგარი რაც არის ვაპირებთ რომ ეს ლუდი ჩვენი YouTube ჩანელის სახელით და ოტიას სახელით ჩამოვასხათ სადღაც ლიმიტირებული 50 ბოთლი. ასე რომ მთელი დღეს ვაპირებთ და დაუთმოთ ლუდს და ლუდის ხარშვას. ეს ტრადიციულად ბევრი მარცვლეულით, ბევრი გემოებით და აი ზუსტად ეტაპ-ეტაპ მივყვებით ყველაფერს. ეხლა ოტია ჩამოვა და დავიწყებთ უკვე ლუდის ხარშვას. კითხე რა რაღაცა რომ მე მიჭირს დაძვრა ეს რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს? ცუდი ლუდის მოხარშვას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს. ვიწყებთ ახლა როგორც მოგეხსენებათ ლუდში არის აუცილებელი წყალი. ქვაბზე მითხარი ისია კიდე? სპილენძის. ახლა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებში გამოიყენება უჟანგავიც, ეგრეთ წოდებული ნიაჟავეიკა, სტაინლეს სტილ, მაგრამ ეს ძველებური ნაღდი. ეს არის ძველებური ტრადიციული სპილენძი. ახლა ეტყობა ვიძე. დღეს დაახლოებით მოვხარშავთ 50 ლიტრამდე ლუდს. ნახოთ როგორი შაქრიანობა ექნება და იმის მიხედვით. ალი გვაქვს ჩვენი წყაროს წყალი. წავიდეთ ახლა მოვძევნოთ თერმომეტრი და გამოვაზადოთ ავაო. და ჩვენი წინაპრები ისე გზნობდნენ თითებით. ჩვენ ისინი აღარ გვაქვს. ეგ სკილები. ხო, ეგ ჩვევები და უნარები დაკარგული გვაქვს და. აი? სახარში მზად არის. წამეხა. ბედნიერი ოტია. ლუდს როცა კაცი ხარშავს ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს. ცუთხასიათზე მოხარშული არ შეიძლება. მე მგონია რომ ლუდს რო ხარშავ მაგითო ხარ ბედნიერი. ერთად არის ეგენი. ერთმანეთს ემის. კაი, ახლა წავედით წისქვილისკენ. აქ ჩვენ ვაკეთებთ რეცეპტის მიხედვით. კი. პირველი წერია პილსნერი 3 კილოგრამი. და დავიწყოთ პილსნერით 3 კილოგრამი. ეს პილსნერი არის ასე ვთქვათ ალაოს ბაზა. 200 გრამით მიდიოდა. Pale ale, კაი. რომელიც უფრო კარამელიზებულ გემოებს აძლევს. კარამელი. ეს ყველაფერი ჭირდება რომ კარგი ლუდი გამოვიდეს. გემოების კოქტეილი რომ მივიღოთ, მაგიტო უშვებით. ესენი ეხა ჩათვალე, ანუ მარტო ერთითაც კი მოიხარშება, მაგრამ იქნება ძალიან მარტივი. ბევრად ბუქია, კარამელიზებული. ეს უფრო ისეთ კარამელის გემოებს წამოწევს წინ. უკვე აირიან ენელა ფერები. ბისკვიტი რაღაცა ესეთი პურის ტონები შემოაქვს და
იმებს კანი აქვთ, ქერებს, ამას არა აქვს კანი, იმიტომ ეს არის ჭვავი. მორჩით. Всё? ეს ბოლო არ გვინდა. კაი, всё. და ხორბალი ვით. ახლა არის ყველაფერი ერთად. ახლა 6 სახის ალაო არის, აი ნახე. ეყობა კიდევაც ეს ხორბალი, ჭვავი, ქერი, ეს სამი მარცვლეული ვაკეთებთ დღეს. ესეთი კოქტეილია. ეხა ეს დაიფქვება და გამოვა უკვე სალუდე ალაო. მას ბოლოს დავამატებთ სვეს. სვე მერე უკვე სვია, ეგრეთ წოდებული სვია ყოთ სვე. ეს ახლა წავიღოთ და ჩავყაროთ ქვაფში, აი როგორ უნდა იყოს დამტრეული, არც წვილად დაბქვილი და არც აი ზოგიერთი ვაში გადარჩენილია. ცოტა უფრო სწრაფად შეიძლებოდა, მაგრამ არა უშავს. თვითონ მე მიყვარს ესე შედარებით ესეთი დიდრული გემოები რო აქვს, მაგრამ არ არის სავალდებულო, მაგრამ რატომაც არა როცა არის საშუალება რომ ბევრი ალაო გამოიყენო. თან ესეთი სტილის ლუდში ხარ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ქართული მთაში რაც იხარშებოდა დაახლოებით ისეთი ლუდი, ანუ მთის ელი. ეხა იწყება ყველაზე საინტერესო და ყველაზე რუტინული პროცესი. რო არ მიიწვას, უნდა ურიოთ და ურიოთ. რა სიხშირით. რაც დიდი ხანი უკეთესია, რაც არის საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე. აი ხა ევროპაში ბევრი ძველი სახარშის ლოგოზე ნახავთ, აი ამ ესეთი ჯოხს და ესე ან ბერი ურევს, ან ჩვეულებრივი ადამიანი ურევს. ეხა ნახე რა. შემთხვევაში ეხა არის საინტერესო რა. სანამ ეს პროცესი ესე ამოვიღოთ შაქრის საზომი. ეს რა თანამედროვე ვარიანტია, ადრე ჩვენი ჭიჭილებრება ესე ენითაც მარტივად ხდებოდნენ, ჩვენ არ გვაქვს. ეგენი უკვე დაკარგული გვაქვს როგორც სხვა ბევრი. ესე ავიღებთ. ეხლა ნახეთ აი რა უცნაური პროცესი ხდება. ამ ეს კამერაში ჩასვამთ, მე რთული გადასაღებია. და შენ გადაიღებ. შეჩვეული მაგ. ნახე კუშება. აი ეს გარდამავალი არის, თეთრი არის. უკვე შაქრიანობა, წეღა 0-თან იყო, ეხლა სადღაც გარდამავალი 5-თან არის. ესე იგი, ეს გავაკეთეთ უკვე, აი 8 კილო ალაო ჩაიყარა 40 ლიტრი წყალში. ეხლა ნახე რა არის ჩვენი, უნდა ავიყვანოთ 65 გრადუსზე და მეტნაკლებად რაც შეგვიძლია, უნდა შევაჩეროთ 70 წუთი. ამ 70 წუთში ეს წყალი ამ ალაოდან გამოიტანს სიტყვებას და გვექნება უკვე ტკბილი ბადაგი, ესე ვთქვათ, ტკბილი წვენი, რასაც მე უკვე დაუწყებთ მოხარშვას. ამ პირველ პროცესს ქვია ქართულად შელესვა. ინგლისურად მეშინგს ეძახიან. ეს არის მეშინგის პროცესი და ეს არის ხარშვის პროცესი. ორ ნაწილად იყოფა. ანუ 65 გრადუსზე 70 წუთი, შემდეგი რა? და მე აყვავს 78-ზე და იწყება გარეცხვა. ალაოსი ეს გარეცხვა რა ხსნიშნავს, მაგას უშუალოდ მომენტის დროს განახებ, თორე ესე რო აგიხსნა ცოტათი ეხლა გვაქვს, მოდი გავზამოთ მომენტში. ეხლა ჯერ ასე მალე არავა, მაგრამ მაინც ნახე, აბა ჩაყავი. მაგაც ცოტა გვიანაა კალიბრაცია სპეციალურად, რომ ესე უცებ არ იმაშება. ესე იგი ჩვენ ამდენი თქვით? კაია, მეტი ცეცხლი აღარ უნდა. ყველაზე ეს რასავი ესე უნდა დაერიოს პერიოდულად რა, რო არ მიიწვას. სპეციალურად ისეთი ლუდის სტილი ავარჩიე, რომ ცოტა რომ მიიწვას არა უშავს. ჩვენ თუშეთში გვახსოვს რომ მიმწვარი თემა კარგი იყო. ანუ გემოსაძლევდა. ხო, მაგრამ გააჩნია რა ლუცხარშავ, ზოგიერთში არ გეპატეება და ზოგიერთში მისაღებია. ემაში სპეციალურად დაწვა ტაფაზე. ტაფაზე კი, მაგრამ ამის ძირზე არ უნდა მიიწვას. მაგრამ ეს ისეთი სტილია, რომც მიიწვას, ქვეყანა არ ინგრევა, მაგრამ ჯობი არ მიიწვას. მაგრამ 12-ზე უნდა ავიყვანოთ შაქრიანობა. ეგაა ჩვენი მთავარი მიზანი ახლა. ეგ რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავზომოთ? რავი, 15 წუთში ერთხელ შეიძლება რომ გავზომოთ. ესე იგი
იუთუბერობით არაფერი არ გამოდის და ლუდის ხარშვა დავიწყეთ რა. ეს იქნება ლიმიტირებული ლუდი ჩვენი და ოტიას. უკვე დავიწყეთ ბრენდინგზე მუშაობა. ბავშვი არ დაბადებულ აბრაამს არ ქმნენო, ეგრე არის ჩვენი ამბავი. ჯეწესი სანამ არ მოიხარშება და სანამ არ ფერმენტირდება და სანამ გემოზე რა გვიყავს წესი და არ მოსულა, მაგრამ ჩვენ რადგან ესეთი პროფესიონალები ვართ. აი, ესე იგი რო გავიმეოროთ ჩვენ სცენაზე, 70 წუთი უნდა გვეჭიროს ტემპერატურა 60-დან 70 გრადუსამდე. ამ დროს შაქარი გამოდის და მთელი არომატები მოაქვს. ამის შემდეგ უკვე უნდა გავზარდოთ სადა ტემპერატურა და ეს მარცვლეული გამოვაცალოთ და მერე იწყება უკვე ხარშვა. 70 გრადუსთან გამოვაცლით, 3 თუ 78 არ მახსოვს ზუსტად, შეიძლება ვწდები რაღაცებში და უკვე აი მარცვლებს რო გამოვაცლით და ახლიდან ჩავასხავთ, მაქედან უკვე დუღილის ტემპერატურა 100 გრადუსთან უნდა დავიჭიროთ და 1 საათის განმავლობაში ვადუღოთ და აი მაშინ უკვე ნამდვილი ამბები დაიწყება. და მთელი ამ ყველაფრის აზრი ის არის, რომ მუდმივად ჭირდება მორევა, რომ არ მიიკროს. თან პარალელურად ვაკონტროლებთ სპეციალურ საზომით, რომელიც უკვე განახეთ შაქრის დონეს. თავიდან იყო 0, მერე იყო 5, მერე 7 და უკვე 10 გახდა ოტია, ხუმრობს, გურულად აკეთებს ლუცო და ცოტა სტრაფიტებით ვაკეთებთ. ნუ შაქარი ადის ესე და მალე უკვე რაღაცა კარგ დონეზეც მივა. 11-12-ისკენ ვართ უკვე. ცოტაც რა. ბოლოს ესე როდის გამოხარდა? მე მგონი 2019-ში, მაგის მერე არ მახსენდება ეს ამ წესით, ესე კუსტარულად რა. ძველებურად უკვე გაფილტრულ ვასხავთ უკან ქვაბში, რომ დავიწყოთ ხარშვა. ტიამ დაიძახა, რომ ესეთი მე მგონი ჩვენ არ გამოგვსლიო და მე რა უთხარ იცით? იმიტომ რომ მირიანის მოხარშვა არ იყო მანამდე. ბებია თუ შეყავს თქო? ეხა გამაში და გურულის სისხარტეც ემატება ამ ყველაფერს. მოკლედ, მირიან, მე მგონი ოვერლენდინგის შემდეგ კრაფტულზეც უნდა გადმოერთო რა ძმაო რა. ნუ ვიდეოგრაფიის მიმართულებით მაინც და გაგვაძლიერეს პატარა მეწარმეები. ფული არ არის, ფული არის ლუთში. კი, ხო ხვდები რა ეხლა თუ ვინმე კარგი დამფასებელი, შემფასებელი, კარგი სპონსორი არ გამოჩნდა, რომელიც ამ შენს ამ ხელა შრომას დააფასებს, წამოისე ლუჩი საწარმოებზე გადმოერთე და 50 ლიმიტირებულს უშვებ და 50 ლიმიტირებულს უშვებ? რა ფას დაადებ, გამოთვლილი გაქვს? შეუფასებელი იქნება? გამორჩეულ ხალხს დავალევი. არ გაყიდი ხო რაღაც ისე? გათამაშება გააკეთე. Non-commercial. აღონდა ერთგულ გამომწერებზე. მე არ მიყვარს ახალი გამომწერების მოსაზიდად გაკეთებული რაღაცა კამპანიები. უნდა დააფასო ის ადამიანები, ვინც რაღაცა ბიძგის გარეშე გიწერს და მოსწოხარ ეგრე არის. გარეცხვაზე არ გვითქვია და ეს პლასმასის რა ვქნა. ესე იგი, ეს არის ჩვენი ავაო, რომელშიც დარჩენილი არის რაღაცა ნაწილი შაქრიანობა. ეს შაქრიანობა უნდა გაირეცხოს ცხელი წყლით და ეხლა ამის გამო ასე ვასხავთ ცხელ წყალს. ეს რაც არის დარჩენილი ამ გაატანინებს რა. ჩამოიტანს ქვევით საკმაოდ ტკბილ. ეს დიდ საწარმოშიც იგივე პრინციპით არის, უბრალოდ იქ მოწესრიგებულია ყველაფერი და სპეციალურად გვაქვს მილები, რომელითაც მე ცხელ წყალს შევუშვებთ და გარეცხავს. ხო, ერთიანი დიდი ჭავლით არის წესით. ისტორიას რაც შეეხება კაციშვილმა არ იცის, როდის იწყება საქართველოში ლუდის ხარშვა, იმიტომ რომ ძალიან რთულია მაგისი დადგენა. რამდენიმე უცხოელი მეცნიერი ცდილობს მოზევნოს ძველი საფუარი. ყურძნისგან განსხვავებით, ყურძნში უფრო მარტივად არის, იქ წიბწა რჩება და ამას ფაქტურად ნარჩენი არა აქვს, ეს ხო სითხეა მთლიანად და ძალიან რთულია, მაგრამ ისე ლოგიკურად რომ მივყვეთ, რადგან მარცვლეულის სამშობლოც ვართ, ძალიან ლოგიკურია იმაზე საუბარიც, რომ შეიძლება ყველაზე ძველები ჩვენ ვიყოთ, ვინც ამას ხარშავდა და ცოტა ესეთი ხო მაღალი დათქვამია, მაგრამ არის მაგისი ფაქტებიც დასაბუთებად შეიძლება. როგორც არ უნდა იყოს, მინიმუმ 1000 საუკუნეში უკვე გვქონდა სახარშები. არის ფშავში
ხევსურეთში, თუშეთში ის რაღაც შენობები შემონახული. ჩვენთანაც ცოტა საბჭოთა კავშირის დროს შეგვექნა პრობლემა. საბჭოთა კავშირში სხვანაირი დაფასება იყო ლუდის, ლუდს არ უყურებდა როგორც სერიოზულ სასმელს. მაგრამ საბჭოთა კავშირის მერე ისევ რაღაცა ამას ჯერ ამ მასშტაბებს არ ვთქვია ხელახლა წამოწყება, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ რამდენიმე წელიწადში ისეს ლუდს მოვხარშავთ, მთელ მსოფლიოსთან თავი შეიძლება მოვიწონოთ. ეხლა უკვე ველოდებით წამოდუღებას და რო წამოდუღდება უკვე შეგვიძლია მივცეთ სვია და უკვე ნელ-ნელა დავამსგავსოთ საბოლოოდ ლუდს. აი დღეს მოიხარშება სავარაუდოდ დღესვე დაიწყება ფერმენტაცია და 21 დღეში მზად იქნება რომ დაილიოს, ესე ვთქვათ, ჭიქაში ჩამოვასხათ. 21 დღე მინიმუმია რა, რომ კარგი ლუდი გამოგვივიდეს. ახლა იწყება უკვე მთავარი პროცესი, დასვიანება. აი ეს არის ჩვენი ქართული სვია და ახლა ამას ზოგიერთი ხარშველი გულში რაღაცა ან ლოცვას ამბობს, ან რამე სიმღერას ამბობს, ან რაღაცა შეგვიძლია უსურვო ამ დროს ლუდს, როგორი ლუდი გინდა რომ იყოს. ეს არის საფუარი. აი ეს ცოტა ხანში აფუდება და ჩვენ გაციებული რაში უზრუნავთ და გამოვა. ეგ რა სჭირდება? ეს არის რაც უნდა დაიწყოს ფერმენტაცია, ახლა ეს ყადუღებული არის. შინ მყარია ყველა ბაქტერია. ბაქტერია უნდა შეუშვათ ხელოვნურად. ეს არის უკვე აი დავდოთ და ახლა ვასალოთ. დაალევინეთ ამ კაცს, თორე აგე ვეღარ მიდის უკვე. ასგა დამპატიჟე რა, ოღონდ სადმე დაუძახე და ეგრე ეხა ცივა და მე მიგენებ რომ გათქვის. ეხლა ესაც მოვიდა. ბოთე. შუქები ავანთოთ. აქედან დავიწყეთ ყველაფერი. ეს დარჩა დიდი ოტიასგან. და მე ამის გარშემო დავიწყეთ ყველაფრის კეთება. აქ ყველაფერი ისე როგორც ოტიან დატოვა, აქ არაფერი არ შეგვიცვლია. ოტიას დროინდელია ყველაფერი. ნელ-ნელა ვამატებთ რაღაც ისეთ რაღაცებს, რაც ის ცხოვრებაში ან არ ქონდა, ან არ ითვლებოდა ისეთ მნიშვნელოვნად. ეს არის მისი ნამუშევრები მაგალითად. აი თავიდან ფურცელზე როგორ მუშაობდა მუშა პროცესი, თავიდან წერდა ხელით, მე ეკრებდა მანქანაზე, მე აკორექტირებდა და მე უკვე საბოლოო სახით წიგნების 60-მდე ენაზე არის გადათარგმნილი, რაც სიახლე გვაქვს კიდე შარშან ბოლოს და ბოლოს მოვახერხეთ და თარგმნეთ ინგლისურად. ბევრი ინგლისურენოვანი სტუმარი მოდის და იმათაც უნდათ ხოლმე რომ გაეცნონ ოტიას და ეს გავაკეთეთ მათთვის. ცოტა რთული სასათარგმნია ოტია და ბოლოს და ბოლოს მოვახერხეთ. სივრცე მისი მაქონი სვანური ქუდები, ყალიონები, სათვალე, პორციგარი, დაბადების მოწვევა, ქორწინების მოწვევა და ამ ნივთების გარეშე ბევრს ვერ წარმოუდგენია, როგორი შეიძლება და ყოფილიყო. მე წინა წლებში არ იყო, ეს არის ოტიას ატესტატი, სადაც ჩანს რომ თლად საამაყო სკოლის მოსწავლე არ ყოფილა, იმიტომ რომ სამიანები ჭარბობენ მის სასკოლო ატესტატში და როგორც მოგეხსენებათ, როცა სამხატვრო აკადემიაში აბაბარებდა, ქართულ წერაში 2-იანი მიიღო საერთოდ. აი აქ ჩანს რომ თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაშინდელი სკოლაში სხვა დონის სწავლება იყო, შეიძლება მაშინდელი სამიანი უფრო ფასობდეს ვიდრე დღევანდელი 10-იანი ან 9-იანი. ნახე თურმე ვის გავხარ გეოგრაფიაში შენ. 5 ყავდა? 5-იანი ყავს გეოგრაფიაში. მე 4-იანი. ო და ოტია ძალიან ძლიერი იყო, გუშინ გვანახა გეოგრაფიაში. ჩემი მოგონებები პრინციპში ხა 22 წლამდე რაც ვიცნობდი. 22 წლამდე სხვანაირები ვართ რა, ახალგაზრდები ვართ. მე უკვე 25-26 წლის მერე სხვანაირად იწყებ ფიქრს. 30-ის მერე საერთოდ სხვანაირად და სხვა რამეს ფიქრობდი საერთოდ როცა ანუ 22-ის ვიყავი რო გარდაიცვალა და დღეს ახლა საერთოდ სხვა
მაშინ სულ სხვა კითხებს დაუსვავდი და ახლა სულ სხვა კითხებს. საინტერესოა როგორ რას მიპასუხებდა და როგორ. პირველ რიგში მაინტერესებს თუ მოწონს ეს ყველაფერი, რაც მისი გარდაცვალების მერე აქ ხდება, რამდენად მოწონს, არ მოწონს. ის კი ვიცი რომ ასე ცოცხალი რო იყოს, ესე ღიად არ მოიწონებდა. რაც ხდება. თუ მოეწონებოდა, არ მოიწონებდა ესე ღიად და აი მაინტერესებს ყველაზე მეტად მაინც და ალბათ ოდესმე გავიგებ მაგის პასუხს, ეს ცოტა უკვე მისტიკაში გადადის, მაგრამ ეგ არის ცხოვრებაში საინტერესო რომ მისტიური რაღაცებიც ხდება ხოლმე. წერილების სახლები განსხვავებულია. აი თითქოს აი განსაკუთრებით აი ესეთი ადგილები, სადაც თავმოყრილია ყველა. წერილების და მხატვრების, აი ეგ. ხო, წერილების და მხატვრების სახელოსნო მიყვარს ძალიან. შემოქმედი ადამიანებს. ხო, კი, ამით ძალიან მიყვარს. და მოქანდაკეების ისენიც ძალიან. აქეთ არის ოტიას საყვარელი ადგილი, აქ ცოტა რესტავრაცია საკეთებს მამაჩემი, ამას აქეთ შეგვიძლია გადავიღოთ. რა ლამაზია შეხედა. აქ ატარებდა მთელ დროს, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ამაგიდასთან ხატავდა, აქ წერდა, აქ ღებულობდა სტუმრებს, ეს იყო სატელევიზიო ინტერვიუების სტრიმები, ასე ვთქვა. თანამედროვე იმით, აი აქ ეს ბოლო 4 წიგნი რომელსაც კითხულობდა, ისევე დევს მაგიდასთან ხელი არ გიხლია, მარტო ეს ქვები დავალაგეთ, რომ ქარმა გადაყავს. ეს არის მისი სამუშაო კაბინეტი. ჩემი აზრით ოტია იოსელიანი ახლა ოტია იოსელინის დროს რა YouTube ყოფილიყო იქნებოდა აი ეგ პოდკასტერი იქნებოდა ძალიან საინტერესო პოდკასტები იქნებოდა ხო შეიძლება კი იმიტომ რომ სამწუხაროდ ხალხიც უმრავლესობა მაინც უფრო სატელევიზიო ინტერვიუებით იცნობს და არა როგორც წერალს იმიტომ რომ რაღაცა წერა კითხვა აღარ არის მოდაში მაგალითად თვითონაც ძალიან ბრაზობდა და ალბათ ამ პოდკასტებშიც ბევრჯერ ისაუბრებდა იმაზე რომ ჯობია ამას კი არ უყუროთ წიგნი წაიკითხოთ ხო სწორია მართალია მე ლორდებით გამომდის რაღაცა ესე ტახტში ვერ ჯდები თორე ალბათ სავარდელს რო კარგად ვერ გებოდე უფრო სხვა დონის სავარდელზეც გამიშვებდნენ მაგრამ ვერ გვაქვს სავარდელს და აქაც ვერ ზივარ ესე კომფორტულად რა ოტია იოსელიანი რო ქვია რა მოყვება მაგას ტვირთი არა აი ესეთი უფრო მეტად ტვირთია და უფრო მეტად უარყოფით რაღაცები მაქვს ვიდრე დადებითი. რატო რა კარგი უნდა იყო ეგ მიმართულება? თქვა ორი მორბენალი რო სტარტის ხაზი არის და ერთ რო დამატებით 1 კილო ჩამოკიდო ზურგზე რა დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის რა. საბოლოო ჯამში შეიძლება აი ეს ამ 10 კილო ტვირთით რო ირბენს ბევრს და რაღაც მომენტში უფრო ძლიერი ადამიანი და უფრო ძლიერი მორბენალი გამოვიდეს ვიდრე ის 10 კილოს გარეშე, მაგრამ სტარტზე მაინც რთულია რა. არწმუნებული ვარ მე რომ ოტია იოსელიანი ძალიან იამაყებდა იმ ამბით აი რა წეგანდოსაც იძახდი მაინტერესებს რა საკითხავ რა სიტყოთავ ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ იმიტომ რომ შენ აგრძელებ ისეთ აგრძელება რა წამოიწყე და აკეთებ ისეთ ამბავს, რასაც აი სხვას ამაზე კარგს დღესდღეობით საქართველოში ვერ გააკეთებდი. მე აი აქედან მოდის განახლება მიდის. მოდი ამაზე მითხარი რა საკითხია. ეს ადმინისტრაციული შენობა შენდება აქაურობისთვის. ასე იქნება სუვენირების მაღაზია, მეორე სართულზე იქნება სახელოსნოები, სადაც ბავშვები იმუშავებენ. ეს ბავშვები თავისი ხელით გაამზადებენ რაღაცა კონკრეტულ სუვენირებს, ნივთებს და ეს ნივთები და ნამუშევრები ჩავაქვედა სართულზე და მოხდება რეალიზაცია. ეგეც ჩვენი ის არის, რომ რატომ უნდა ჩააბაროს ყველა ბავშვმა უმაღლესში თუ არ უნდა. ანუ სწავლა კი არ უნდა. ჩვენი უმაღლესიც ცალკე მტკივილია, რამდენად იძლევა განათლებას და შეიძლება 16 წლის ბავშვმა უფრო მეტად ღირებული რაღაცები გააკეთოს, ვიდრე იმ უმაღლეს დამთავრებულმა და ესეც მაგიტო გვაქვს რაღაცნაირად, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ხელსაქმე, რაღაცა თავიანთი ხელით შექმნან ნამუშევრები, მე ეს ნამუშევრები ისევე აქ გაიყიდოს თუ სხვაგან არა და ამ ბავშვებმა ისწავლონ შრომის ფასი. აი ეს არის ეგნივთი. პატარა სამხრიდან გადაიღმა. ეს არის პატარა დაჩის ავტომობილი, რომელიც დასმადაჩი.
ექსკურსია. პონტიაკი. აი ესეთი ავტომობილი არის. აკუმულატორი ამოღებული აქვს თორის ფარი. ელექტროძრავი აქ ამას ისე არ გეგონოთ. ეხლა ამოღებული. ეხლა ბავშვები ექსკურსიის ბავშვები ყველას უნდა რომ მართოს და ანუ ეს გააკეთა ოტიაშვილმა ოტიაშვილისთვის. ხო. კი, ეგრე ოტიაშვილმა დაჩი, ოტიაშვილთაშვილი დაჩისთვის. ოტიაშვილთაშვილი დაჩისთვის. ექსკურსიას დაგვემთხვა რა ხდება გეტყვით დილიდან მირიანი ვაფორი აქებს დროს გავედი და აი მოვედი და აი ვერ გავდივართ იმიტომ რომ მე ხლა უნდა გითხრათ კიდევ 8 ჯერ ჩაირთვეს ხო მოკეთ მივდივართ მესხუროდაში გადავდივართ აბასთუმნით ჩავალთ ახალციხეში გზად იმედია რაღაცა კარგ რაღაცებსაც გადავიღებთ და თავარი რა არის იცი აი არ გვინდა ზედ მიწევნითი გეგმა გეხვეწე მირიანი იმიტომ რომ მირიანს უკვე ყვავართ ჯარში ვარ თავი მგონია ჯარში და მენუცას ვეუბნები რომ ეხა გაიცნობს მირიანის dark side ახალციხე გავიდა დატრიალ ახალციხე გავიდა რამდენად მიყავართ გენცა ანუ მანქანაში ოღონ ჩვენი ადგილი არ არის და გეხვეწებ ერთი წუთი მოდი აქ არა გონდა ვაჩვენო არა მოდი ერთი წუთი დაждდეს ნუცა გავიგე რომ პატარა ადამიანი ვარ ეს რა არის ანუ დრონთა სამეფო არის შენ მანქანაში კაი წავედით გამორჩე ახლა კამერა და წავედით And you cry to see a shadow babe is growing long across the lot another song წყალტუბოდან გადავწყვიტეთ რომ აბასთუმნისკენ ახალი გზით გადავსულიყავით. უღელტეხილი ძალიან ლამაზ და ციცაბო ხეობას მიუყვება. გზის ხარისხი საკმაოდ კარგია და გარემოც ძალიან შთამბეჭდავია. სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები რა საჭირო იყო ამ გზის გაყვანა, როცა გვერდით ძველი გზა საირმე ზეკარი აბასთუმანი უკვე არსებობდა, მაგრამ ოქროს ზოდებს ახალი გზა სჯობს. გაითვალისწინეთ რომ გზა საკმაოდ ციცაბოა და უკან დაშვებისას მუხრუჭები არ უნდა გადაახუროთ. გზაზე მუდმივად გვხვდება გამხმარი ხეები. ეს ყველაფერი ხის დაავადებამ გამოიწვია. წლებია უკვე რაც საირმიდან ზეკარამდე მონაკვეთშიც ასეთი მდგომარეობაა. ასობით ხე უკვე განადგურდა და ეს პროცესები ახლაც გრძელდება. იმედი მაქვს რომ ამას ვინმე აკონტროლებს, რომ უკვე დაავადებული ხეების გამოხშირვა არ გვიანდება და ბოლოს სულ არ დავკარგავთ ამ ტყის მასივს. Another place to hide when the sky said the winter time is coming on ეს ახალი გზა მარჯვენა მხრიდან ჩამოდის ეს არის პიკი ზეკარის და აქედან უკვე მე დაშვებას იწყებ და ეს გზა აქეთ მედის ეს ტრასა კარგი არის მაგრამ აქეთ ძალიან ლამაზი სანახაობები გამოგაკლდებათ აქედან თვიულით და ძალიან მიხოლმოხოვი გზა არის. ჩვენ კიდევ ვეშვებით აბასთუმნისკენ. ამ უღელტეხილის აბასთუმნის მხარე ისევ გრუნტიანი გზა არის. მომენტებში უსწორმასწორო, მაგრამ ძირითადად ყველა მანქანა შეძლებს გავლას. აქ დღე უკვე მკაცრი ზამთრისთვის ემზადება. რამდენიმე დღეში დაიწყება თოვა და ეს გზა გაზაფხულამდე დაიხურება. დაიხურება ადამიანებისთვის, თორემ აქ სიცოცხლე ჩვენს გარეშეც აქტიურია. შეიძლება უფრო ჯანსაღის და სიცოცხლის უნარიანიც. გავიარეთ ხეობამ და ბოლოს აბასთუმანში შევედით. გზისპირა სახლები საკმაოდ ლამაზი დაგვხვდა. ჩემი აზრით აბასთუმანი ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს. არ ვიცი საბოლოოდ რა როგორი იქნება, მაგრამ ახლა ნამდვილად მოწესრიგებული იყო ყველაფერი. ჩვენი დანიშნულების ადგილი კი მესხურიოდაა, სოფელი ჭობარეთი. ცოტა კი ვიწვალეთ, მაგრამ თავარია მონდომება იყო და მოგაგენით. 300 წლის სახლი, რომელიც არის თრიათ მიწაში. აქ ტერასული ნამოსახლარი იყო, ნახე გახეთეთ სულ. ჩინით ახლა დრო შევათ იქ ნახავთ ფოტოს, რომელდანაც ნახატი გავაკეთებინეთ ეს ფოტოდან ნახატი, ნახატს ნახავთ რა და აი ეგეთი იყო ზუსტად ჩვენი უბანი. აი იქ გაიხედეთ ეკლესია როა აი რომ ორიენტაცია მე მაგ ეკლესიიდან რა იყოთ იქიდან დარჩენილი თითქმის აღარაფერია ძველი სახლები მაგრამ ეკლესია ხო არის და იქ ნახოთ როგორც და გვაქვს მესხური საჭმელები
ყველაფერს ვაკეთებთ ისე როგორც იყო და გვაქვს კიდე ის მოწყობილი ისე როგორც იყო მაშინ მოწყობილი. ვაუ. აი ეს ნახატია იმიდან რა ქვია. აუ რა კარგი გარემოა და აქვე კეთდება ყველაფერი. გამარჯობა. ეს როგორ არის ეს ნახატი? ფოტოდან არის გადანახატი. ეს ყოფილა ფოტოდან გადატანილი. ეს რას გეახლებით? შენი მესხური გონო. აჰა. და ლეშენს. თუ მე მაგ მთელი ამბავი. ძალიან კარგი. აი შემოვედი თუ არა? ლოთი ხალხი. პირველი წითელი მესხური უნდა დაგხვდათ. პირდაპირ ესე მასპინძელმა წითელი ღვინო შემოგვაგება. და თან ჩვენ მესხეთიდან დანახულ საქართველოს გაუმარჯოს. ამ ოჯახის თამადობით ყველა ქართულ ოჯახს გაუმარჯოს. თამარის ვაზი არის. ეთყობა, გაუმარჯოს. ეს ორი კაცი მოვიდა თუ შვიდი კაცი? ეს არის მესხურიო და ფურნის სახლს ევეძახით, ეს არის ფურნის სახლი, ფურნე, რომელსაც ჭირდება 4 საათი გაცხელება და ცხელდება 300 გრადუსზე ზევით. ეხლა უნდა გამოვასუფთავოთ ესა და პირველი უნდა დავასხოთ ჩვენი მესხური პურები. რომელიც არის გლუტენის გარეშე, ეს იმიტომ არის წითელი, რომ გვაქვს წყლის წისკურზე დაფქვილი და დენის წისკურზე არ გვაქვს. ამიტომ ეს ფერი არის შენარჩუნებული. ამას ქვია საგველა ბატონება, მესხეთში თუ ქას ცუდად ესვა, ისა რა ქვია, ეძახდნენ ფურა საგველასავით გაცვიაო რა. ამას ამ გზავსებდნენ. მესხეთში ჩვენთან ასეთი ფურნები იყო, იმიტომ რომ გვერდანი იყო სანათი, შიგ რო დაგვენახა პური იმაში რომ დაიბერაწებოდა თუ არა, თუ მაგალითად გადახაჭაპურს ამას გამოუქრებ, რომ არ სჭირდება დიდი ცეცხლი. შოთი პურებს სჭირდება. ბოლოს ვაცხობთ სომინი პურებს ვეძახით. დაახლოებით ეს 4 ცალი რო შეერთო ერთად და 2 საათზე მეტი იშუშება და 2 კვირაზე მეტ ძლებს. ის პური 2 კვირაზე მეტს. კი, ისა, მარი. შეშა დამატე ჩირარული. And look at the dough. It's so thin. And the pizza dough is not that thin. მაგიდის სიგანიზე გაკავთ ხო? ხო, აი ესე უნდა გავიყვანოთ, რომ ქვედან წიგნი რო დატოვოთ, უნდა წავიკითხოთ ესეთ. გადაშალო გადაცდა. და მე შეხედა. ყველია, ხო? თავდაპირველად მესხეთში იყო მესხური ქადა და ამის ცომში ჩატოვეს მერეყველი, იმიტომ იყო ქადა, რომ დიდხანს ინახებოდა, ის იყო უგულო, მარტო ერბო იყო და ერთ ვიდეოში თქვი ყუათიანია, ანუ უგულს უნაყრებდა რა. ამიტომ ის რა ქვია, დანებში რო ჩადიოდნენ ტყეში რო იხიძნებოდა და არ უფუჭდებოდათ ეს ქადა. და ისა გულს უჭერდა, მუშაობისთვის დროსაც კარგი იყო. ნოყიერი იყო. ნოყიერი იყო. ეს უფუარი ცომია? ხო, უფუარი ცომია. კი ბატონო. კვერცხი გაქვთ გაკეთებული ცომში? არაფერი არ გვაქვს გაკეთებული. აბა ესეთი წელოდი როგორია? ვაი. ბებომ დანაბარები, ამიტომ რომ ბევრი არ გაანდო არაფერია. აჰა. ხაიდულ არის. ზეხი მაგა დაბარწავდა. ეთებ. სულ სხვა რაღაცას აკეთებს ახლა. ეს სხვა. ეს ქადა. ეს ქადა. ეს ტკბილია ხო? ეს ტენილი ყველი შეიძლება ავიღოთ ტენილი ყველი. დამშეული ხალხი. თქვენთვის მოვიტანე. სპეციალური ხინკისა ყველი. ეს არის ყველი, რომელიც ისა რა ქვია, ტრადიციულია. ყველი არ უნდა ისეთი გემრიელია. What language? This is oh my god. I'm so hungry. It's so good. საწაია იმამ გვინო რატო არ შევიცო? ამის გამო ღირდა რომ მთელი დღე ვიყავით მშივრები. სასწაულია, ჯერ ტენილი ყველი ხო საოცრება, მაგრამ თვითონ პური. ეს არის მესხური პატარა ხინკლები, არის ყველისა და გვაქვს კიდე აპოხტის. აი ასე შემოვახვევთ და აქ უნდა დავუტოვოთ პატარა წყლის შესასვლელი, რომ წყალი შევიდეს. წავედით ყველის ხინკალი აღმოყრილი გამოგვაგდეს სამზარეულოდან. აბა ვნახოთ. მიწიოთ. ძალიან კარგია.
ხო 250 წლის ქალამნები რომელიღაცა ჩვენ წინაპარს ეცვა და ასე მოიტანეს ჩვენ ქვეყანა დღემდე ესეთი ქალამნები ეცვათ ფეხზე და ასეთი იარაღით იბრძოდნენ აი აქ ვინც ჩვენ ვხედავთ ყველას ყავდა წინაპრები რომლებაც იბრძოლეს იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ქრისტიანული და ყოფილიყო ისეთი როგორც არის დღესდღეობით ისინი ფიქრობდნენ იმაზე რომ თავს წირავდნენ იმისთვის რომ ჯანმრთელი და ლამაზი მომავალი ყოლოდათ ხო და დიდება იმ ხალხს აი აქ ყველაფერს ხედავ უმეტესობას ნამდვილ ნაღდ ქართულს აუ და საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი იცით? მირიანმა ესე თქვა რა ვიცი ნორვეგიაში და ისლანდიაში დავეძებ ამ სიტუაციას და არა გაგვცად მე ღამის გასათებია ისე რომ ვიყოთ როგორც მაშინ იყვნენ და კი მოდი დაწექიო რომ მიწაშია რა ანუ მიწაში არის ზემოდან არის გადაფარებული მიწა ბალახით და აი არ ვიცი რა ესეთი ზუსტად ესეთ სიტუაციაში ისლანდიაში რო ვიყავით ახლა გვანახეს აი ეს რაღაც ატრაქციონი იყო ვინც ნახა ბოლო ეპიზოდი იმ ეპიზოდში გვაქვს ჩასმული და აი მანამდე ისლანდიელი ტიპი ზის რაღაც აი ესეთ სახლში ოღონდ ანიმაცია რა აი ძველი გადმოტანილი და ყვება როგორია ისლანდიის ისტორია და ჩვენ აგერ გვაქვს რა ანიმაცია კი რეალობაში გვაქვს ესეთი რაღაცა და ამავად ზამთარში რაც გაგვაკეთებინებ აი ტრადიციულად რაც კეთდებოდა აი ზამთარში თქვენი ყოფა როგორც იყო ოღონდ აი იმ პერიოდშიც რა როცა აი აქეძინათ ძველი ინტერესებს ჩვენ ხო რა ვიცი ბუხარს დაგინთობთ კარს გაჭმით კარგას გაშენ როდის მოხვალთ 23 დეკემბერს თუ მოხვალთ ღორს დავკლავთ სახალწლო ღორს 23 არა 28-ში მივდივარ მე 23 დეკემბერი თქვა კი სახალწლო ღორს დავკლავთ აქვე გავაკეთებთ შევწავთ მწვადებს თავჯდებით და ვიქნებით მესხელებს ძალიან ბევრი ტრადიციები გვაქვს რაღაცეები ისეთი მაგრამ აი ესეთი გამორჩეული მაინც არა იმიტომ რომ ტრადიციებისთვის ახლა მაინც და მაინც არ ეცალა ხალხს მუდმივი შემოსევები მუდმივი შემოსევები სულ იყო ხოლმე მაგრამ იმდენად სტუმართმოყვარე ხალხი იყო ჩვენი წინაპრები რომ ეს შემოსევები ხო იყო მე მთელი ტყეები გადამწვარი იყო ცეცხლს უკიდევდნენ წვავდნენ ტყეებს რომ ხალხი ტყეში არ დამალულიყო და შენ წარმოიდგინე ჩვენი წინაპრები ხო ძირითადად ხალხი ცხოვრობდა ის ადგილზე სადაც წყალი იყო წყარო და ჰქონდათ სახლები მიწური იყო რომ შორიდან არ გამოჩენილიყო მტერი რო არ დაენახა მაგრამ იმ წყაროებთან ალვის ხეებს მაინც გავდნენ იმის გამო რომ ვიღაცა გზაბნეული მგზავრი ყოფილიყო და რაღაცა ცოდნოდა რომ იქ წყალია და ეს საფრთხეს კი უქმნიდა ამათ მაგრამ მაინც აკეთებდნენ რომ ვინმე არ დაღუპულიყო თქვათ უწყლო თან მშიერი და მე ის უკვე მოვიდოდა წყალთან ალვის ხეები ყველა მიცოდა რომ სადაც ალვის ხე იყო იქ წყალი იყო ჩვენი მასპინძელი დიასახლისი უნდა ნახოს ტაკომა ახლოდან იმიტომ რომ იცოდა რომ მირიანი და ფიქრია იყვნენ ისლანდიაში სამოგზაურო წასულები. საცხოვრებელი ერთი თვე ცხოვრობდით აქ. ზემოდან ეს არის კარავი, აქედან არის ოთახი. ეხლა თქვენ ნახე რა განახოთ. ბაინა, ქალბატონო ნათია, მოდი რა არის სანდრო განახო, მოდი და მოვხოთ. ქალბატონო ნათია, მებრძანდით. ეს ნახე. გაზია. ნათია. აქ დატრიალდება ცომი. ფურნე ნერჟავერიკა ტაკომაშა ფურნე არ გაგვიოს ფურნე გოგელი ხე უნდა ხე მაგ კაკლის ხისგან გაკეთებული ის გაკეთება აპოხტის ხინკალი პრობლემაა მე დაიძახეთ და აქავა ბუნებაში მირიან ჩვენ აქ ჩემოსასვლელები ვართ ლოკოკინა გვაქვს საჭმელი ჰანუცა არა ლოკოკინა გვაქვს ამოსათხრელი და მე მოსამზადება საჭმელი ნამდვილად მართალია სამი საუკუნისოდა ის იქითა სადაც მივდივართ აი აქამდე ცხოვრობდით აი ამის იქით აი აქ თქვენი გვარი იყო ჯვარიძეები ცხოვრობდით აი ამ სახლის იქით უკვე ინასარიძეები იყვნენ ინასარიძეები რამდენი გვარი არის ამ სოფელში იქით მერე გვირჯიშვილები ინასარიძეები ქვემოთ ივანიძეები გვირჯიშვილები ინასარიძეები ივანიძეები ჯვარიძეები კიდე ვინ არის აღარა და მიწები სოფელში თვითონ არ არის ესე ზედგინძეები გაღმა არის ხო მიწები ეს დასამუშავებელი უკანაც არის მაგრამ ძირთადი მიწები უკანაც არის მიწები მაგრამ ძირთადი მიწები იქ არის გაღმა ვა
რა საინტერესოა რეალურად და არა გვაქვს. არა თქვენ არა. არა კაია. ეს როგორ გაქვთ გაკეთებული? ადგენილია სადგენი. აღდგენილი რა ის ძველია რა. შუქი უნდა და. ეხა ეს თქვენ გაქვთ მოწყობილი? ესე ხო? ეს ინასარძებისა და მე პატრონობ რა. გული. კარგ საქმეშვებით კი. აუ ყველაზე კარგი იცი რა არის რა ყველგან არის ბუხარი. აი რაღაცა. ბუხარის გარეშე როგორ გაძლევდი აი შენ ხوار გვეთქვენ ამას, ჰა? ზორო. დაჭიქი? გაუცებული ვარ. ყველაფერს. ცოტა ისე ვარ რა, მიჭირს საუბარი. 1-2 სიტყვით გითხარი დღევანდელ დღეზე. აი რო არ მოყვებოდი და უჟმური სახით რო იჯექი რომ აუ ეხა საქმე მაგვერ წამოვალ. ხო არ ნანობთ? არ მქონდა საქმე. გატყუე. ოტია თავისი იუმორით. საქართველოს სამხრეთში ახალციხის ცენტრში დგას ციხე, რომელსაც საუკუნეების წინ ლომსიას ეძახდნენ. ეს სახელი დღეს თითქმის აღარ გამოიყენება, მაგრამ სწორედ ეს სახელია დაკავშირებული იმ ეპოქასთან, როცა ეს ადგილი მხოლოდ არქიტექტურა არ იყო. ეს იყო საზღვარი, რომლის დაკარგვაც ქვეყნის მომავლის დაკარგვას ნიშნავდა. ქალაქის ზემოთ ქვის ფერდობებზე აღმართული ლომსია საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა, ინგრეოდა, აღდგებოდა და მაინც აგრძელებდა არსებობას. მაგრამ ამ კედლებს დღემდე ახსოვთ ყველაფერი. ახსოვთ მონღოლთა შემოსევები, თემულენგის ლაშქრობა, მე-16 საუკუნეში ოსმალეთთან დაცემაც. აქ მაშინ ოსმალებმა გარნიზონი 200 წელზე მეტხანს ჩააყენეს. ბევრი რამ ახსოვს ამ ციხეს, როგორ იცვლებოდა მმართველობა, დროშები და რწმენაც კი, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა. ეს არის ციხე, რომელიც არასდროს დანებებულა. ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა მხოლოდ მიწა. საქართველო ყოველთვის იყო სურვილი, რომ დაკარგული დაბრუნებულიყო, დამხობილი წამომდგარიყო და დავიწყებული თავის სახელი ლომსია ისევ აღდგენილიყო. აქ იდგნენ ადამიანები, რომლებსაც ხშირად არ ჰქონდათ არჩევანი. უბრალოდ იცავდნენ იმას, რაც მათ წილად შეხვდათ. ზოგჯერ იმარჯვებდნენ, ზოგჯერ კი მხოლოდ რამდენიმე დღით აყონებდნენ მტერს. მაგრამ თითოეული ასეთი დღე ქვეყნის ისტორიაში იყო შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩენილიყო. გამოვედით ახალციხის ციხეზე. წუხელ ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ის კადრები არ გადაგვიღია, იმიტომ რომ გოგირდის აბანოები გიახელით აბას თუმანში და დღეს დილით ნახავდით საოცარი კადრები გადაიღო მირიანმა დრონით. რა სიტყვით თქვენ? ოტია პირველად არის ახალციხის ციხეზე. თქვი აბა, მოგეწონა? ნუ რაღაცები მომეწონა. რაღაცებს შეცვლიდი. კი, ბევრ რამეს შევცვლიდი. რას? რაღაცები არ არის ისე გაკეთებული რესტავრაცია, როგორიც უნდა იყოს. მოდი ამითი შემოვიფარგლოთ. აღარ ჩავყვეთ სიღრმეებს. ოტია ცალკე პოდკასტი უნდა გავუკეთოთ, იქ უნდა ავალაპარაკოთ და ამ გამოუძალოს უნდა სიტყვებით. ნამდვილად. დაამთავრეთ მოკლედ ახალციხის ლომსიას ციხით. ჩვენი ეს მოგზაურობა, რომელიც იყო ჩემი აზრით ძალიან კარგი და ყოველთვის ეთიკანს დაგვაქვს რომ სადღაც ერთი კვირა წამოსულები ვართ და ეს დავდივართ ერთად ერთი კვირა. მადლობა მირიანს და მირიანის YouTube არხს, იმიტომ რომ არა მირიანის ეს მოწადინება ჩვენ ეს ძალიან კარგი ორი დღე არ გვექნებოდა ერთად. მადლობა თქვენ, ვინც აქტიურობთ, ვისაც გამოწერილი გყავთ მირიანი, ვინც მოწონებას სვავთ ვიდეოზე, ვინც კომენტარს წერთ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი мотивация არის ნებისმიერი YouTuber-ისთვის და თან ესეთი პროფესიონალი ვიდეოგრაფი რო არის და აი ამ ხელაში რომას და ენერგიას დებთ, თქვენ არიცით ხალხო, უკან რა ხდება იმ შედეგის მისაღებად, რასაც მე თქვენ გემრიელად ჩაისთან, ყავასთან და ლუცთან ერთად უყურებთ ტელევიზორებში თუ კომპიუტერებში. ამიტომ არ დაიზაროთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, ოჯახის წევრებსაც და რა ვიცი, მირიან, დანარჩენი შეინცევა. ეს ერთი და სხვა მრავალი რა, ჩემო კარგო, ყველა ეპიზოდში დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. ტაკომას უკანა სავარძლის ამბავი ძალიან მოსახერხებელი ყოფილა და მე მგონი მე და ოტია ფორანერს გადავიფიქრებთ და ტაკომაზე
დავეწყობით. რა სიტყვი ოტია? ძალიან კომფორტულად ვიმგზავრეთ. თან რთული გზით წამოვედით, ახალი გზა იყო, კაი მიხოლმოხვეულები იყო და ჩააბარა რა ტაკომას უკანა სავარძელმა სერიოზული გამოცდა. დეკორაცია. ოტი არის დეკორაცია. ან ლუც უნდა ხარშავდეს, ან უნდა იდგოს. ოტი ან ხინკალი თუ არ ეხება, სახე არ უყიმის, ან ლუც თუ არ სვავს. სადიყურება. მოკლედ ძალიან კარგი იყო ეს მოგზაურობა. რაღაცნაირად გული მოვიფხანე, რომ ჩემ გარაში იყავით ჩემების ქორწილში ყაზბეგში და ძალიან გული დამწყდა ალბათ მთელი ცხოვრება. უბრალოდ ნუ იტალიაში ვიყავი და ესე გამოვიდა. თუმცა ვფიქრობ, რომ აუ მიდი რა ჩასვი აქ ის კადრები, რომ ვითომ მეც ვიყავი იმ ქორწილში, რაღაც ისე გამოვა, რომ ამ ვიდეოს მიაბი და მე რაღაცნაირად ცხოვრების ბოლოს რო დავждები ბუხართან და ბავშვებს ამ ვიდეოს რო ვაჩვენებ, მაგ ქორწილის კადრებსაც. აუ მიდი მირო მართლა რა. მოდი 3 2 1 cut. მოდი ახლა შევიპიროთ მირო რომ ამ ვიდეოს მიაბავს ყაზბეგის ქორწილს ჩემი ხრიდოლიონების და აბა აქ დგომა რაღაცნაირად მეც ოტიას ბიჭო პირობა დაიდოს ყაზბეგის ტრადიციული ქორწილი გავუშვათ